წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა ხელოვნების ფაკულტეტი მე-9-ად ატარებს შუა საუკუნეების კვლევების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კონფერენციას. უკვე ტრადიციად იქცა ეს კონფერენცია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ილია უნის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, პროფესორებს გამართონ აკადემიური დისკუსია შუა საუკუნეების სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. ეს კონფერენცია ტარდება ივლიტა ჯიბუტის სახელობის ფონდის მხარდაჭერით. ჩვენ ამ ფონდთან გვაქვს მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს კონფერენციის და ამ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მხარდაჭერას. ივლიტა ჯიბუტი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შედეგად. ეს ჩემთვის და არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღე ყოველწლიურად. მე ვთქვი კიდევაც, რომ ეს არის შემაჯამებელი მთელი ერთი წლის მუშაობისა და არა მარტო ერთი წლის მუშაობისა, საერთოდ უყურებს წინ მივდივარ თუ უკან, ანუ რომ წინ მივდივართ, მეტი დისკუსია იქნება, უფრო საინტერესო თემები იქნება, უფრო კარგი მოხსენებები იქნება, ვფიქრობთ, რომ პროგრამა მუშაობს და მას აქვს შედეგები. ვფიქრობ, რომ შუა საუკუნეების კვლევები და ეს ყოველწლიური კონფერენცია ძალიან ფართომასშტაბიანია, იმიტომ რომ ის ეხება არა მხოლოდ ისტორიას, არა მხოლოდ ფილოსოფიას, თეოლოგიას, ძალიან ბევრი აქ შეიძლება შეგხვდეთ ხელოვნების, ლიტერატურის, ისტორიის, ფილოსოფიის, თეოლოგიის მიმართულების სტუდენტები, რომლებიც ცდილობენ რომ გაიღრმავონ ცოდნა ამ ყველაფერში და ვფიქრობ, რომ მსგავსი სახის კონფერენციები ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მეთოდია, რომ ადამიანები დაახლოვდნენ, გაიგონ რა ხდება ამ მიმართულებით საქართველოში და კიდევ და კიდევ წინ წაიწიოს ამ დარგმა, რომელიც ვფიქრობ, რომ საფუძველია თანამედროვე სამეცნიერო კულტურის შექმნისათვის.